სავარაუდოდ პროკურატურას ექნება შუამდგომლობა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით დარჩევს ისევ პატიმრობა, რაც იქნება, რა თქმა უნდა, სრულიად დაუსაბუთებელი და სრული აბსურდი, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ უკვე თვეზე მეტია გასული და არც ერთი საგამოძიებო მოქმედება არ აქვს ჩატარებული პროკურატურას და არც ერთი მტკიცებულება არ დევს საქმეში იმისა, რომ არათუ რაიმე ბრალეულობა არის სახეზე, არამედ რაიმე ეჭვი მაინც გაჩნდეს, რომ შესაძლოა ამ ადამიანებს და კონკრეტულად ანდრო ჭიჭინაძეს რაიმე სახის ისეთი მოქმედება ჰქონდეს გაკეთებული, რის გამოდაც ციხეში უნდა იყოს. ჩვენ რა თქმა უნდა ვაყენებთ ერთადერთ მოთხოვნას, რომ დაუყოვნებლივ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს ანდრო ჭიჭინაძე, ვინაიდან არ არის არანაირი საფუძველი იმისა, რომ პატიმრობა გაგრძელდეს. თუმცა იმის გამო, რომ მე გუშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, ეს იქნება კიდევ ერთი დიდი სპექტაკლი, რომლის მთავარი მონაწილეც იქნება ანდრო ჭიჭინაძე. ვარაუდის და დაშვების საფუძველს მაინც გვაძლევს გარეთ განვითარებული მოვლენები და ის, რომ ეს საქმე არ არის სამართლებრივი ინტერესით დაწყებული. თავარი ინტერესი არის პოლიტიკური და თავარი ინტერესი არის ის, რომ ანდრო როგორც სამაგალითო პიროვნება სამაგალითო დაისაჯოს. ესმის ვიცით რა არის, არ ვიცი, მე არ მინდა რაღაცით თავი დავიიმედო, იმიტომ რომ არ მაქვს ჯერჯერობით რაღაცა იმის მოლოდინი, ნახოთ რა იქნება რა ყოველ შემთხვევაში. ვიცი ამ შემთხვევაში ჩემთვის ანდროა ყველა მნიშვნელოვანი, ანდრო ჩემი თეატრის მსახიობია, ვიცი რომ ის ხმეთარი და მგონია რომ ყველაფერი კარგად იქნება, რა ვიცი, მე თავს ვიმშვიდებ უფრო. ჩემი მხარდაჭერა ზოგადად და ხალხის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ 11-ვე და კიდევ სხვები არიან უკანონოდ სრულიად უსაფუძვლოდ დაპატიმრებულები და ამიტომ იმათმა უნდა იგრძნო, რომ ჩვენ მათ გვერდით გავართ. ჩვენ იქ რო ვართ რუსაველზე ყოველ საღამოს, მაშინაც მათ მხარდაჭერას გამოვხატავთ და აქ ეხლა სასამართლოს რომ არ მოვსულიყავით არ შეიძლება და ისინი ამ ყველაფერს უყურებენ და მათი გამხნევა არის ჩვენ ძირითადი მიზანი. აქ იმიტომ ვარ დღეს, რომ უბრალოდ სახში ვერ გავჩერდებოდი. იმხელა უსამართლობა წააწყდნენ ეს ადამიანები, აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები, რომ მე ვერ გავძლებდი ისე, რომ არ მოსულიყავი და ჩემი მხარდაჭერა არ გამომეცხადებინა მათთვის, მათი ოჯახებისთვის, მათი ახლობლებისთვის, არც ერთს არ ვიცნობ, საერთოდ არანაირი შეხება არ მაქვს, უბრალოდ ჩემი პირადი მოვალეობა ჩავთვალე. რო გითხრათ, რომ დიდი მოლოდინი მაქვს რამე სამართლის ამ ქვეყანაში, ამ ხელისუფლების პირობებში არა. მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისთვის, რომლებიც აბსოლუტურად უსამართლოდ არიან დაკავებულები, ახლობლების, ოჯახის წევრების, მეგობრების და არა მხოლოდ მთელი საქართველოს გვერდში დგომა, იმიტომ რომ ერთი საქმისთვის ვიბრძვით, ქვეყნის გადარჩენისთვის ვიბრძვით და ჩვენი ერთადერთი ძალა არის ერთად დგომა და ერთმანეთის სოლიდარობა. რაც შეეხება მოლოდინებს, არ ვიცი, ამ ხელისუფლების, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების პირობებში რისი მოლოდინი შეიძლება გქონდეს. რაც შეეხება სასამართლოს, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რადაც არის გადაქცეული უკვე ძალიან დიდი ხანია ეს სასამართლო და ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აბსურდი ტრიალებს, ცირკსაც კი ვეღარ დავარქმევთ უკვე. სინამდვილეში ეს შენობაც გადასარჩენია.